გუშინ საღამოს დეტალური საუბრები გქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, ემანუელ მაკრონთან ერთად განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უახლოესი დღეებისთვის. ჩვენ შევთავაზეთ მას დოკუმენტის ფინალიზება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიმდინარე კვირის ბოლოს. მთავარი საკითხი ეხება ტერიტორიებსა და დათმობებს, რომელზეც უკრაინამ მზადაა წავიდეს. ამ კითხვაზე პასუხი კი უპირველესად უკრაინამ უნდა გასცეს, მისმა პრეზიდენტმა და მისმა ხალხმა. ეს მკაფიოდ ვუთხარით პრეზიდენტ ტრამპსაც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ უქმეებზე შედგება შეხვედრა ამერიკის მთავრობასთანაც. შემდეგი კვირის დასაწყისში კი უკვე აქ, ბერლინში, იმის მიუხედავად მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას ამერიკელები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება დოკუმენტის მომზადების ერთობლივ პროცესზე. გუშინდელი საუბრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პროცესში ჩვენთან ერთადაა, რადგან იცის, რომ ევროპელების ინტერესებს ასევე უნდა მოусმინონ. რა თქმა უნდა, გერმანია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერაში მამოძრავებელ ძალად ყოფნას. თქვენ ეხმარებით უკრაინას, რათა დაიცვას მისი სუვერენობა დღეს და თავი დაიცვას მომავალი აგრესიისგან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ აუცილებელი ძალისხმევა, რათა ეს ომი ბოლომდე მივიყვანოთ მყარ და ხანგრძლივ მშვიდობამდე.